now, which is facing aggression products of this country, and everything is rich country with a weak and interesting for you. We're going to start with the scenario. What we see here on those monitors are West Georgia and Batalia. Yes. Please, dear guys, let me introduce the overall situation. You know, the action was begun, and also we response artillery. Not, and I can broadly explain that this is a David Lane initiative on the air. They got J3, and we have J2 planes. მაყოფილები დარჩნენ შაშანდელთან შედარებით არის გარკვეულწილი გაუმჯობესებები რა თქმა უნდა და თავით გათვალისწინებულია ის ხარვეზები რაც იყო შაშანდეს სწავლებაში და წლევანდელი სწავლებაც ალბათ შემდგომ სწავლების წინამორბედი იქნება და შემდგომ უფრო გამოვასწორებთ თუ რაიმე ხარვეზები გამოვლინდება ამ სწავლების დამთავრების შემდეგ. თანამედროვე საომარი მოქმედებები და კრიზისები წარმოუდგენელია კიბერელემენტების გარეშე, შესაბამისად წლევანდელ წვრთნაში მონაწილეობს კიბერუსაფრთხოების ბიუროც, რამდენიმე ვარიანტი იქნა გათამაშებული და ველოდებით შედეგების ანალიზს ამის შემდეგ რომ უფრო მეტად იყოს ჩართული კიბერუსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციებში. It's very interesting to see this ძალიან საინტერესო იყო მიმდინარე სწავლებაზე დასწრება. მომზადებას ბევრი სამხედრო მოსამსახურე გადის. სცენარის და მისი განხორციელების პროცესის ისეა შერჩეული, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას. დარწმუნებული ვარ, სწავლების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ წვრთნებით. So in the name of defense attaches accredited to Georgia. მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს ჩვენი მოწვევისთვის. მე გასულ წელსაც მივიღე მონაწილეობა მსგავსი სახის სწავლებაში. ძალიან საინტერესო სწავლებაა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მისი მასშტაბი. ეს არის ეროვნული დონის სწავლება და ძალიან საინტერესოა ვიხილოთ, როგორ ფუნქციონირებენ სამეთაურო შტაბები, როგორ ხდება ინფორმაციის გაცვლა, როგორ მიმდინარეობს პროცედურები და ასე შემდეგ. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც საშუალება გვაქვს გავესაუბროთ მეთაურებს და კითხვები დავუსვათ. ჩემი აზრით ძალიან კარგი სწავლებაა.